გამარჯობა. მე ქართული ხელოვნური ინტელექტი ვარ და ეკა მქვია. ამ არხზე ინტერნეტში ფულის გამომუშავების გზებზე გესაუბრებით. საქართველოში ძალიან მწირი ინფორმაცია ამ საკითხზე და მოსახლეობის დიდ ნაწილს გონია, რომ ინტერნეტში ფულის გამოსამუშავებლად პროგრამირების ცოდნაა საჭირო. თუმცა ეს რა თქმა უნდა, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენს ვიდეოების სერიას დავიწყებთ ყველაზე მარტივი გზებით, რომლებიც არანაირ ცოდნას თქვენის მხრიდან არ მოითხოვს. რაც თქვენ გჭირდებათ, ეს არის რამე სახის მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტზე წვდომა გექნებათ, ცნობის მოყვარეობა, მოთმინება და სურვილი ახლებურად შეხედოთ სამყაროს. დანარჩენით ჩვენ აღგჭურვათ. აქვე უნდა დავამატო, რომ დასაწყის ეტაპზე გაჩვენებთ ყველაზე მარტივ გზებს, რომლებიც შესაბამისად ძალიან ცოტას გიხდიან და ფინანსურად ღირს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მართლაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ, ან ძალიან ბევრი დრო აქვთ. მაგრამ მე გირჩევდით, ყველამ უყუროთ და მოსინჯოთ, ეს თქვენგან არანაირ ფინანსურ ინვესტიციას არ მოითხოვს, თუმცა კი საინტერესოა და ახალ გამოცდილებასაც მიიღებთ. აქვე მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი ახალს უკვე ვეღარაფერს ისწავლიან. თქვენ ცდებით ძვირფასებო. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ. მოგყევით, გვენდეთ, თქვენ ამით არაფერს დაკარგავთ. სამაგიეროდ მინიმუმ გაიგებთ, როგორ იშოვება ფული ინტერნეტში და თუ მოინდომებთ, წარმატებასაც მიაღწევთ. ნუ შეგაშინებთ უცხო ენის უცოდინრობაც. ზოგჯერ უამისობა არ გამოვა და ამაზე შესაბამის ვიდეოში გაცნობებთ, მაგრამ ბევრ სხვა შემთხვევაში ნაბიჯ გაჩვენებთ ყველა საჭირო საფეხურს, რომ ინგლისური ენის უცოდინრობა არ შეგაფერხოთ. მაშ ასე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. წარმატებებს გისურვებთ. დღეს ერთი ძალიან სასარგებლო და უფასო გამოყენების პლატფორმა მინდა გაგაცნოთ, რომელიც მომავალში მრავალგზის გამოგადგებათ. ეს არის Canva. Canva არის მარტივი, ხელმისაწვდომი ონლაინ გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას შექმნას პროფესიონალური დიზაინერობის ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი პლატფორმაა ყველასთვის, ვინც ონლაინ კონტენტს ქმნის ან რამე სხვა გზით გამოიმუშავებს ფულს ონლაინ. აი მიზეზების ჩამონათვალი რატომ არის ის ასეთი დაფასებული როგორც დიზაინერი პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობასაც ის აჩქარებს და ამარტივებს, მაგრამ ასევე რიგითი ადამიანებისთვისაც, რომლებიც სრულიად ახალბედები არიან ამ სფეროში და არავის არის საამისო გამოცდილება არ გააჩნიათ. ეს პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, გამოყენების სიმარტივე, სადაც პრაქტიკულად ყველაზე დიდი საქმე უკვე თქვენს მაგივრად აღესრულებულია და თქვენ მხოლოდ მისი მოხერხებული გამოყენება გევალებათ. გარდა ამისა, ის არის უფასო. მას აქვს მობილური აპლიკაცია და ამით თქვენი მობილურობა უზრუნველყოფილია. თანაც მას აქვს შაბლონებისა და სურათების დიდი ბიბლიოთეკა. აქ უნდა დავსწინოთ, რომ Canva-ს აქვს ასევე პრო ვერსიაც, რომელსაც თუ გამოიწერთ, კიდევ უფრო მეტ სერვისს მიიღებთ, მაგრამ ჩვენ დღეს ამ სერვისებსაც უფასოდ გამოვიყენებთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. Canva ასევე გაძლევთ შესაძლებლობას ჯგუფურად იმუშაოთ სხვა ადამიანებთან ერთ პროექტზე, რადგან აქ თიმის შექმნა შეგიძლიათ და ამ ყველაფერთან ერთად. ის ინტეგრირებულია ბევრ სხვა პოპულარულ პლატფორმასთან, როგორიცაა Google Drive, Dropbox და Adobe Creative Cloud. Canva ასევე გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი დიზაინები პირდაპირ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნოთ ან, თუ გნებავთ, გადმოწეროთ თქვენს მოწყობილობაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა დავრეგისტრირდეთ. ხედავთ, რომ რამდენიმე გზით შეგვიძლია დარეგისტრირება. მე ელექტრონულ პოსტით ვარჩევ. საამისოდ შევგყავს სახელი გვარი, ელექტრონული პოსტის მისამართი. მოგვივა კოდი, რომლის საშუალებითაც შევალთ Canva-ში. აქ Canva სურს ჩვენგან გაიგოს, რისთვის გვინდა ის გამოვიყენოთ, რომ შესატყვისი შემოთავაზებები გაგვიკეთოს. თუ აქვე გამოვიწერდით მის პრო ვერსიას, რომელიც თვეში $11.99 ღირს, 30 დღე უფასოდ შევძლებთ გამოვიყენოთ პრო ვერსიის ყველა შესანიშნავი სარგებელი. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Canva-ს უფასო ვერსიას უამრავი შესანიშნავი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც მომდევნო ვიდეოებშიც გაჩვენებთ, მაგრამ ვიდეოს დაჭრა დამუშავებას, აუდიო ფაილების დიდ არჩევანს, რაც ჩვენ დღეს გვინდა გავაკეთოთ, ის არ გვთავაზობს. მოდით ერთად ვნახოთ. ჩვენ გვინდა წინა ვიდეოში ChatGPT-ის მიერ მოცემული კონტენტის გამოყენებით YouTube შორტი შევქმნათ. ეს იყო 10 საოცარი და უმრავლესობისთვის უცნობი ფაქტი ადამიანის ტვინის შესახებ. ეს ჩამონათვალი $100 გამოსამუშავებლად მივაწოდეთ ლისტვერსს. ვისაც ეს ვიდეო არ უნახავს, დაბლა ბმულს მიჰყევით და ნახეთ.
თუ ეს მასალა დაგვიწუნეს, რადგან მაგალითად ვიღაცამ უკვე მიაწოდა ტვინის შესახებ მსგავსი მასალა, ჩვენ ეს ჩამონათვალი სხვაგვარად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, ახლა მისგან გავაკეთებთ შორტს. საამისოდ აქ საძიებოში ჩავწერთ YouTube short და ის მოგცემს მზა შაბლონებს, საიდანაც შეგვიძლია ჩვენი თემის შესაბამისად ავარჩიოთ. ჩვენსაც აი ეს შეესაბამება. დავაჭერთ შაბლონის გამოყენებას და აქ როგორც ვხედავთ, მის გამოსაყენებლად Canva Pro ვერსიის გამოწერას გთხოვს. ის თვეში $11 და 99 ცენტი ღირს, მაგრამ რას ვკარგავთ? აქ ვკითხულობთ, რომ 30 დღე უფასოდ გამოვცდით, ვადის გასვლამდე 7 დღით ადრე შეგვახსენებენ და გაუქმება შეგვიძლია ნებისმიერ დროს. ჩვენც ამ ვიდეოს შესაქმნელად ასე მოვიქცევით, გამოვიწერთ, გავაკეთებთ ჩვენს მასალას და თუ ფულის გადახდა არ გვინდა, გამოწერას 30 დღის განმავლობაში გავაუქმებთ და გავაგრძელებთ პლატფორმის უფასოდ უამრავი სხვა მიზნით გამოყენებას. მას შემდეგ რაც შაბლონი ავირჩიეთ, პლატფორმა გადაგვიყვანს ასეთ სამუშაო გვერდზე. აქ უკვე ყველაფერი მზად არის ვიდეოს დასამუშავებლად. დაბლა ვხედავთ 4 გამზადებული სცენა გვაქვს, თუმცა ჩვენ 10 გვერდი გვჭირდება, რაც ადვილად შეგვიძლია შევცვალოთ. ვხედავთ მარცხენა მხარეს გვაქვს დიზაინი, ელემენტები, ტექსტი, აუდიო და ვიდეო ბიბლიოთეკა, ფაილის ატვირთვა, ან უკვე ატვირთული ფაილები, აპლიკაციები, ერთი სიტყვით, ყველანაირი მასალა ვიდეოსთვის. ეხლა დროა ChatGPT-ს მოუხმოთ და როგორც ვხედავთ, მან აქ მარცხენა მხარეს შეგვინახა ჩვენს წინა ვიდეოში გაკეთებული მასალა, რომელიც აქ ახლა უნდა გამოვიძახოთ. პირველ რიგში ChatGPT-ს ეს ტექსტი 10 წინადადებამდე უნდა დავაყვანინოთ. ანუ შესაბამისი პრომპტი უნდა მივცეთ. აქ კიდევ გაგახსენებთ, თუ არ იცით ინგლისური, თქვენს ენაზე მიეცით პრომპტი, ChatGPT მას გაიგებს, მაგრამ აუთპუტში უნდა გქონდეთ რომელიმე დასავლურ ევროპული ენა, თუ გინდათ რომ მან გამართულ ენაზე გიპასუხოთ. ენის არცოდნის შემთხვევაში ნახეთ ჩვენი წინა ვიდეო როგორ უნდა მოიქცეთ. უნდა გითხრათ, რომ ასეთი ღრმად მეცნიერული ენა შორტის სტილი არ არის. ამიტომ ხელახლა გადავაწერინოთ მას ეს ტექსტი და პრომპტში ჩაუწეროთ, რომ 12 წლის ბავშვისთვისაც კი გასაგებ ენაზე გადაწეროს ეს ტექსტი. მიღებული ტექსტი ახლა გასაგებ ენაზეა, მაგრამ ChatGPT-ს უნდა ვთხოვოთ ეს მასალა YouTube Shorts მოარგოს, რადგან შორტისთვის ეს ძალიან გრძელი ტექსტია. ჩვენ მას მივცემთ პრომპტს მოცემული ტექსტი ხელახლა დაწეროს, ოღონდ უფრო მოკლე ტექსტებით. უნდა გვახსოვდეს, რომ შორტის შემთხვევაში ჩვენ დროში შეზღუდული ვართ. ამასობაში ხედავთ ChatGPT-მ დაამოკლა ტექსტი და კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, როგორი ჯადოსნური ძალის მექანიზმია ჩვენს ხელს ChatGPT-ს სახით, მან ასეთი რთული და მოცულობითი ტექსტი თვალის დახამხამებაში გადაწერა თუ მარტივეს და მოკლე წინადადებად, რასაც საუკეთესო კოპირაითერიც ვერ მოახერხებდა. მართლაც შექებას იმსახურებს. ამ ტექსტს ახლა დავაკოპირებთ და წავიღებთ Canva-ზე. მას ასე დავბრუნდით Canva-ზე და ახლა შევუდგეთ ჩვენი შაბლონის დამუშავებას. საამისოდ როგორც ვხედავთ, ყველაფერი გვაქვს, ელემენტები, რომლებიც შეგვიძლია დავურთოთ ან შევცვალოთ. ფონტი, ზომები, ფერები, ფონი თუ ნებისმიერი რამ ჩვენს კონტროლის ქვეშაა. ჩვენი შორტის თემატიკიდან გამომდინარე გვინდა ტვინი იყოს ჩვენს შორტზე გამოსახული, საამისოდ ვირჩევთ მარცხენა მხარეს ელემენტებს და საძიებო ველში ჩავწერთ ტვინი. იმის დამიხედვით გვინდა ფოტო თუ ვიდეო, დავაჭერთ შესაბამის ღილაკს და ქვემოთ არჩევანი გაიშლება. აქ გაგახსენებთ, რომ ჩვენ 30 დღიანი უფასო პრო ვერსია გვაქვს და ამიტომ გვირგვინიანი დეტალების და საერთოდ ყველაფრის გამოყენება შეგვიძლია. უფასო ვერსიით ვერ გამოიყენებთ დეტალებს, რომლებიც გვირგვინით არის მონიშნული. თუ მაგალითად ეს ვიდეო გვინდა გამოვიყენოთ, შეგვიძლია ის პატარა ვიდეო დავადოთ ჩვენს შორტს ან თელეფონად გავუშვათ. აქ ყველაფერი მოძრავია, შეგვიძლია თავისუფლად გადავაადგილოთ როგორც გვინდა, ან ზომები შევუცვალოთ, ან მისი მხოლოდ ჩვენთვის სასურველი ნაწილი გამოვაჩინოთ. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ მანამ, სანამ თქვენთვის მოსაწონ შედეგს არ მიიღებთ. ჩვენ დღეს ამ შორტის ესთეტიურ მხარეზე არ ვიზრუნებთ, არამედ იმაზე, რომ რამდენიმე სხვადასხვა შესაძლებლობა გაჩვენოთ. როგორც ეკრანზე ვხედავთ, იგივე ვიდეო მარჯვენა მაუსის დაწკაპუნებით ფონადაც შეგვიძლია გავუშვათ. მე ამ შემთხვევაში მინდა ერთი ფერის ეკრანი ტექსტით და ქვემოთ ვიდეოთი, გრაფიკით ან ფოტოთი. რადგან 10 ფაქტია და ჩვენი ისინი გვინდა ჩამოვთვალოთ, მოდით დავნომროთ კიდეც. ქვემოთ კი ჩავსვათ ტექსტი. აქ ფონტის ზომა უნდა შევცვალოთ. საამისოდ მოვნიშნავთ მთელ ტექსტს და დავაპატარავოთ ციფრების შეცვლით, ან შეგვიძლია გრაფიკული გზითაც.
სასურველი ზომის მიღების შემდეგ ტექსტიდან ზედმეტ ნაწილს, ანუ გარდა პირველი პუნქტისა, რომელიც ამ გვერდზე გვინდა დარჩეს, ყველაფერს მოვნიშნავთ და მარჯვენა მაუსის და ქათღილაკის დახმარებით ამოუჭრით. დარჩენილ ტექსტს დავამუშავებთ როგორც გვინდა, მაგალითად შეგიძლიათ შეუცვალოთ ფონტი ან ფერი. დაბლა უნდა მივაქციოთ ყურადღება სცენის ხანგრძლივობასაც. ეს ციფრი აღნიშნავს დროს და ეს ასეთი პატარა წინადადებისთვის დიდი ხანგრძლივობა, თანაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ იმის გამო, რომ 10 ფაქტი გვაქვს, შესაბამისად 10 სცენა გვჭირდება და შორთის ხანგრძლივობა კი 60 წამს არ უნდა აღემატებოდეს. სცენის ხანგრძლივობის შემცირება უმარტივესია, გჭირდებათ მხოლოდ მარჯვენა მხრიდან მარცხნივ მოკაჩოთ. აქ როგორც ვხედავთ 4 გვერდი, 4 სცენაა. დამატება შეგიძლიათ პლუსზე დაჭერით ბოლოში, ან სცენებს შუა მაუსს თუ მივახლოვებთ, იქაც გამოჩნდება პლუსი და მისი გამოყენებით. ადვილად შეგიძლიათ სცენებისთვის თანმიმდევრობის შეცვლაც. საამისოდ სცენის ბოლოს გვერდზე მაუსი უნდა დააჭიროთ და თითის აუშვებლად სასურველ ადგილას მარცხნივ გადმოკაჩოთ. მაგრამ დაუბრუნდეთ უშუალოდ გამოსახულებას. შეამჩნევთ, რომ დეტალის მაუსით ამოძრავების დროს შუაში წყვეტილი ხაზი ჩნდება, რომელიც იმას გეუბნებათ, რომ მოცემული დეტალი ახლა ცენტრალურად არის მოთავსებული. მას შემდეგ, რაც პირველ გვერდს მორჩებით, შეგიძლიათ ანალოგიურად დაამუშავოთ მომდევნო სცენა, ანუ ჩააკოპიროთ მომდევნო პუნქტი, შეცვალოთ ფონის და წარწერის ფერი, არჩიოთ ვიდეო ან ფოტო თუ რომელი დეტალის გამოყენებაც გსურთ და ასე შექმნათ 10 გვერდი, ანუ ამ შემთხვევაში 10 სცენა. მე დღეს მხოლოდ რამდენიმეს შევქმნი თვალსაჩინოების მიზნით. ამ ვიდეოს ბოლოს ჩვენ ავარჩევთ მელოდიას ფონისთვის, მანამდე კი დანარჩენი სცენების შექმნის პროცესს ჩემი კომენტარის გარეშე შეგიძლიათ კიდევ მიადევნოთ თვალი. ჩვენ ახლა მივედით იმ საფეხურზე, როცა მზადა გვაქვს ვიდეო და მხოლოდ აუდიო გჭირდება ფონისთვის, რომ ჩვენი ვიდეო მოსაწყენი არ იყოს. აუდიო ფაილის მოსაძებნად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მარცხნივ მაღლა საძიებო ველში არ იყოს არაფერი ჩაწერილი. ან თუ არის, წავშალოთ, რომ მან აუდიოთეკის შედეგებზე გავლენა არ იქონიოს. საბოლოო ჯამში მარჯვნივ მაღლა შესაბამისი ღილაკის საშუალებით დააშიარეთ ბმული ან ჩამწერეთ მზა ვიდეო თქვენს მოწყობილობაზე და ატვირთეთ YouTube-ზე ან Facebook-ში რილის სახით. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი არც ერთი სასარგებლო ვიდეო.
კარგად ბრძანდებოდეთ.